საღამოშვიდობისა საზოგადოებრივი მაუწყებელი და ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი წარმოგიდგენთ ერთობლივ პროექტს ევროპულ არჩევანს. მე ვახოს ანაია. დღევანდელი გადაცემის თემა ევროზონის კრიზისი, საბერძნეთი, იტალია, ესპანეთი, დიდი ფინანსური კრიზისი და ლიდერების ცვლა. რაბედიელის საბერძნეთს ერთი მხრივ მოსახლეობის უკმაყოფილება და მეორე მხრივ დასავლეთ ევროპის ლიდერების მკაცრი განცხადებები. დიდი ოცეულის სამიტი, გამოსავლის გზების ძიება. ახდენს თუ არა რაიმე გავლენას ევროზონის კრიზისი საქართველოზე. ექსპერტები, ეკონომისტები სტუმრად ჩვენს გადაცემაში. განხილვა ევროპული არჩევანის სტუდიაში. ეთერშია ევროპული არჩევანი. მოგესალმებით ყველას. დღეს ჩვენი გადაცემის თემა ევროზონის კრიზისი, რომელიც არა მარტო ჩვენი გადაცემის, არამედ ყველა ქვეყანაში ალბათ ერთ-ერთი მთავარი თემაა ყოველ შემთხვევაში ევროპაში. მე წარმოგიდგენ ჩვენი გადაცემის სტუმრებს: ვასილ ჭოიძე, ევროინტეგრაციის კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, კახა გოგოლაშვილი, ევროპული კვლევების ცენტრის ხელმძღვანელი, მერაბ კაკულია, საქართველოს სტრატეგიული და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი, ვლადიმერ პაპავა, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში, კახა მჭედლიძე, რადიო თავისუფლების ჟურნალისტი, ასევე ჩვენი სხვა სტუმრები, რომლებიც დარბაზში მიიღებენ მონაწილეობას გადაცემაში. მოდით პირველ შეკითხვას ბატონ ვლადიმერ თქვენ დაგისვამთ. როდის დაიწყო ეს კრიზისი, რამ გამოააშკარავა ეს კრიზისი და რატომ აღმოჩნდა ამ ყველაფერში საბერძნეთი ყველაზე სუსტი რგოლი? იცით, ერთმნიშვნელოვანი პასუხი ამ კითხვაზე არ არსებობს, თვითონ არ არიან შეთანხმებული ევროზონის სპეციალისტებიც, იმიტომ რომ კრიზისი დაიწყო მაშინ, როდესაც რეალურად საფუძველი ჩაეყარა, როცა იყო დაშვებული შეცდომები. მაგრამ თავი იჩინა ბერძნულმა პრობლემამ მაშინ, როდესაც უკვე გლობალური ფინანსური კრიზისი იყო გაღვივებული, როცა საბერძნეთში მოვიდნენ ოპოზიციური პარტიის ლიდერები ხელისუფლებაში და მანამდე ის ქმედება, რომელიც იყო ბერძენი მთავრობის მიერ, როდესაც ისინი პრაქტიკულად საგარეო ვალის ოდენობას მალავდნენ, როდესაც ისინი დეფიციტის ოდენობა მთლიან შიგა პროდუქტთან მიმართებაში მალავდნენ, აი ამის გამოაშკარება დაიწყო. ასე რომ შეიძლება თქვას, რომ პრაქტიკულად გლობალური ფინანსური კრიზისის დაწყებასთან ერთად ეს პრობლემა უკვე იყო, თუმცა მაშინ უფრო მასშტაბური სხვა მოვლენები იყო. და დღეს, როდესაც გლობალური ფინანსური კრიზისი, ასე ვთქვათ, ცოტა მინელდა, მე არ ვემხრობ იმ ადამიანებს, რომლებისთვის ის დასრულდა, ის უბრალოდ მინელდა და ეს უკვე ბერძნული პრობლემა გახდა აშკარა ხილვადი და აქ ერთი რამეც უნდა გავითვალისწინოთ. გარდა ეკონომიკური საფუძვლებისა, რომელიც აქვს ბერძნულ პრობლემას, როდესაც საგარეო ვალი 180%-იან მთლიანი შიგა პროდუქტის და თვითონ თავისი რესურსებით ალბანის მომსახურება მას საბერძნეთს არ შეუძლია. აქ მეორე პრობლემაც არის. უბრალოდ საბერძნეთში უფრო დიდი არის ტალღა საპროტესტო აქციების, რამაც მიიწვია მასმედიის ყურადღება და ამიტომ მოხდა ცენტრში. ძალიან არ გვინდა რომ მსგავს სიტუაციები განვითარდეს სხვა ქვეყნებში, მაგრამ საკმარისი ასეთივე აქციები, ასეთივე მასშტაბის აქციები დაიწყოს იმ ქვეყნებში, რომელზეც დაიხატება მსგავსი სურათი. თუმცა ეკონომიკურად ყველაზე მძიმე სიტუაცია მაინც საბერძნეთშია. გასაგებია, ბატონ მერაბ, ეს ბატონ ვალადომ კარგად ახსნა ახლა, რომ თქვათ დაშვებული შეცდომები თუნდაც ხელისუფლების მიერ საბერძნეთში, ხო? მაგრამ ეს არის დომინოს პრინციპი, თუ ცალ-ცალკე უნდა ვისაუბროთ, თქვათ ესპანეთზე, პოლონეთზე, ბოდიშვიხთ იტალიაზე, ესპანეთზე და საბერძნეთზე. ცალ-ცალკე განხილვის თემაა, თუ ეს რაღაც მაინც ერთიანი ჯაჭვია? მე მაინც ვიტყოდი, რომ ეს არის ერთიანი დიდი პრობლემის ჯაჭვი. საბერძნეთი ყველაზე სუსტი რგოლი იყო ამ ჯაჭვში, სადაც მოხდა წყვეტა. თორემ ეს პრობლემა სხვადასხვა ზომით აწუხებს ისეთ ქვეყნებს, როგორც არის იტალია, ესპანეთი, პორტუგალია და ასევე ირლანდიაც. ასე რომ მათ მაინც გააჩნიათ საერთო რაღაცა ნიშნები, რამაც მიიყვანა თითოეული ეს ქვეყანა იმ სიტუაციამდე, როცა მათ უჭირთ უკვე თავიანთი სახელმწიფო ვალის მომსახურება. რა მიზნებია, რა პრინციპები და რა პროცესები წარიმართა ბოლო წლებში ამ ქვეყნებში? საერთო ნიშან-თვისებები რა არის? პირველი ის, რომ ამ ქვეყნების შესვლა ევროზონაში მიმდინარე 10 წლეულის დასაწყისში წარმოშვა დიდი იმედები, რომ ევროკავშირის სამხრეთის ფლანგის ქვეყნები გამოავლენენ ეკონომიკური ზრდის მაღალ ტემპებს, რომ აქ დაისადგურებს ფინანსური სტაბილურობა, რომ ეს ქვეყნები სოციალურ ჰარმონიას მიაღწევენ და არც თუ ისე შორეულ პერსპექტივაში დაეწევიან ევროზონის და ევროკავშირის ზოგადად მოწინავე ქვეყნებს. ამის გამო ამ ქვეყნებში საპროცენტო განაკვეთები შემცირდა, გაიზარდა შიდა მოთხოვნა, შიდა მოთხოვნის გაზრდამ გამოიწვია გარკვეულ საქონელზე ფასების ზრდა, ძირითადად ეს იყო
არავაჭრობადი საქონელი, ანუ ის საქონელი, რომელიც საერთაშორისო ვაჭრობის პროცესში არ არის ჩართული, მხედველობაში მაქვს უძრავი ქონება პირველ რიგში. შედეგად ყოველივე ამას მოყვა ხელფასების ზრდა და სოციალური ხარჯების ზრდა ბიუჯეტის, ბიუროკრატიზაცია ეკონომიკის და 2009 წლის დასაწყისისთვის, როგორც ბატონმა ვლადომ აღნიშნა, ეს ქვეყნები აღმოჩნდნენ რეალობის წინაშე, როდესაც მათ უკვე ვეღარ შეძლეს ძალიან მძიმე ფინანსური წლეხის გარკვეულწილად განეიტრალება, მისი მართვა, განსაკუთრებით ამან თავი იჩინა საბერძნეთში, რაც იმაში გამოვლინდა, რომ მხოლოდ 2009 წელს ამ ქვეყანამ ისესხა 80 მილიარდი დოლარი, რაც მთლიანი შიდა პროდუქტის 30%-ს შეადგენს. ანუ საბერძნეთში გაწყდა ის ჯაჭვი და გამოვლინდა ყველაზე უფრო მძაფრად ეს პრობლემა, რომელმაც დიდი ხანია ვითარდებოდა, მზადდებოდა და რომელიც საბოლოო ჯამში ევროზონის კრიზისში გასაგებია. ბატონ კახა, მთელი ის ქმედება, რასაც ატარებენ დასავლეთ ევროპის ქვეყნები, განსაკუთრებით აქ მერკელი და სარკოზი აქტიურობენ ბოლო დღეებში, განცხადებებით ყოველ შემთხვევაში. ეს ყველაფერი მიმართულია იქითკენ, რომ გადაარჩინონ საბერძნეთი და მასთან ერთად იტალია, თუ მიმართულია იქითკენ, რომ სხვა ქვეყნებს არ გადაედოს ეს ყველაფერი? რა თქმა უნდა, პირველ რიგში ფიქრობენ იმაზე, რომ შეინარჩუნონ ევროზონა როგორც მოვლენა და შეინარჩუნონ სტაბილურობა ძირითად ბირთვში ქვეყნებისა. ამას ამტკიცებს ის, რომ განიხილება კიდევაც სხვადასხვა სახის სცენარები, მათ შორის არ არის გამორიცხული საბერძნეთის ევროზონიდან გასვლის სცენარიც. მაგრამ ამ შემთხვევაშიც, ანუ არის დატოვებული ან მუშავდება მოდელები, თუ როგორ უნდა დასტაბილურდეს ევროზონა, როგორ უნდა შეინარჩუნოს ევრომ თავისი საერთაშორისო მნიშვნელობა, იმ შემთხვევაში თუ კი თქვა საბერძნეთი გავა ევროზონისგან. ზოგიერთი ანალიტიკოსი ბოდიშოხტი უფრო შორსაც წავიდა, საერთოდ ევროკავშირიდან მის გასვლაზე იყო საუბარი რამდენიმე პუბლიკაციაში. ეს რამდენად რეალურია? მე მგონია ასეთ საუბრები მხოლოდ საბერძნეთის გარკვეულმა პოლიტიკურმა, ასე ვთქვათ, წრეებმა, რადიკალურმა პოლიტიკურმა წრეებმა ისაუბრეს ამაზე და არის ასევე, რა თქმა უნდა, ასევე რადიკალური პოლიტიკური, ზოგ შემთხვევაში მარგინალური წრეებიც, რომლებიც ითხოვენ უბრალოდ, მათ შორის ულტრაკონსერვატორები, თქვათ, თუ გნებავთ მაღალ განვითარებულ ქვეყნებში, ევროკავშირის, მოწინავე ქვეყნებშიც, რომლებიც ითხოვენ უბრალოდ ისეთი ქვეყნების გაყვანას ევროკავშირიდან, რომლებიც მათ მიაჩნიათ რაღაც შემაფერხებელ ფაქტორად მთლიანად ევროკავშირის კონსოლიდაციის, მისი უფრო გაღრმავების ურთიერთობების და ასე შემდეგ. და ამასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი საუბარია იმაზე, რომ საერთოდ უნდა შეცდომა, ვთქვათ, საბერძნეთის შეყვანა ჯერ ევროკავშირში და შემდეგ ევროზონაში, იმიტომ რომ ის არ იყო მზად, ასევე საუბრობენ პორტუგალიაზე, ზოგი ირლანდიაზეც საუბრობს, იმიტომ ირლანდია მიუხედავად იმისა, რომ ძალიან სწრაფი ტემპებით განვითარდა ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ და ყველას გაასწრო პრაქტიკულად განვითარების დონით და ერთსულმოსახლეზე შემოსავლის დონითაც კი, მაგრამ როგორც გითხრათ, სისტემური რყევები დაიწყო, ირლანდიას გაუჭირდა ამის გაძლევა, როგორც ვიცით, შარშან ირლანდიასაც მოუწია ზუსტად გადარჩენის ან ამოყვანის ზომების მიღება ევროკავშირის მხრიდან, როგორც ეხლა საბერძნეთი იღებს. მაგრამ საბოლოო ჯამში მე მგონია, რომ ყველაზე მაინც მთავარი ლეიტმოტივი ყველა ამ საუბრებისა, შეხვედრებისა, რომელიც ტარდება ევროკავშირის საბჭოში, იქნება ეს უმაღლეს დონეზე თუ ექსპერტებს შორის დასაშვები, მაინც მიმართულია იქითკენ, რომ შემორჩუნებული იყოს კონსოლიდაცია ევროკავშირში, ევროზონაში, დარჩეს საბერძნეთის სხვა ქვეყნები და როგორმე უბრალოდ დაძლიან ეს კრიზისი. რის ხარჯზე პირველ რიგში ალბათ ერთადერთ გამოსავლად ხედავენ ევროკავშირის კიდევ უფრო მეტ კონსოლიდაციას და მათ შორის, როდესაც საუბარი იყო ევროპული ინტეგრაციის პროცესზე, ეკონომიკური კავშირის შექმნა ყოველთვის იყო ჯერჯერობით დატოვებული როგორც რაღაც სამომავლო იდეა. და ეხლა მიდიან ზუსტად იმ დასკვნებამდე, რომ ალბათ საჭიროა მონეტარული კავშირის იქით კიდე ეკონომიკური კავშირის შექმნა იმისათვის, რომ ეს პროცესები მთლიანად მართვადი იყოს უკვე ცენტრალიზებულადაც, ანუ ზენაციონალურად მოხდეს არა მარტო თქვაც მონეტარული პოლიტიკის კონტროლი, როგორც ეს დღეს ხდება, არამედ ფისკალური პოლიტიკის კონტროლიც. და ამითი ეს თქვათ უფრო სტაბილური გახდეს აი შესაძლებელი მექანიზმები გაძლიერდეს, რომელიც აკონტროლებს თინანეთ აი ევროს სტაბილურობას. ბატონ ვასილ, მერკელმა თქვა, რომ მეორე მსოფლიო ომის მერე ევროპას არ ახსოვს ასეთი კრიზისი. რითია განსაკუთრებული და უნიკალური ეს კრიზისი თქვენი აზრით?
ნუ პირველ ყოვლისა ამ კრიზისმა შეიძლება ასახვა-პოვოს ევროს კურსზე და თვითონ ევრო და ევროზონა მზადდებოდა საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში. რეალურად ჩვენ გვაქვს საქმე ეკონომიკური და მონეტარული კავშირის ბოლო ეტაპთან, რომელიც სულ 3 ეტაპისგან შედგებოდა და თავის დროზე წევრი ქვეყნები საკმაოდ დიდი გაჭირვებით ახერხებდნენ კომპრომისის მიღწევას თითოეული ამ ეტაპის გავლის თვალსაზრისით. აი ბოლო ეტაპი იყო სწორედ ევროს შემოღება და შემდეგ უკვე მისი ბრუნვაში გაშვება. ამდენად ახლა ევროს სისტემის მოშლა, რა თქმა უნდა, სერიოზულ ზიანს მიაყენებს მთლიანად ევროკავშირის ეკონომიკას და განსაკუთრებით ისეთ სახელმწიფოებს რეალურად ვის მხრებზეც გადადის ეს მთელი სიმძიმე სტაბილურობის შენარჩუნებისთვის განკუთვნილი რაღაც გარკვეული თანხების გაღების. პირველ რიგში გერმანია მყავს ცხოველობაში, ასევე შეიძლება ავიღოთ საფრანგეთიც. და მართლაც როგორც ბატონმა კახამ აღნიშნა, რამდენიმე ვერსია განიხილება. არის თქვათ ვერსია, რომ თვითონ ევროზონის შიგნით შეიქმნას კიდევ უფრო ინტეგრირებული ბირთვი, თქვათ გერმანიის და საფრანგეთის და ბელგიის გარშემო, რომლებიც სწავლენ უფრო მეტ ინტეგრაციაზე, ამ შემთხვევაში შემოვა უკვე ერთიანი საგადასახადო პოლიტიკა, გარდა იმისა, რომ იქნება ერთიანი მონეტარული პოლიტიკა. საუბარია ასევე იმაზე, რომ თქვათ ევროკავშირის ინსტიტუტებს და ევროპის ცენტრალურ ბანკს მიეცეთ უფლება და საშუალება, ანუ ჩასწორდეს არსებული შეთანხმება, მასტრიხტის შეთანხმება და შესაბამისად მიეცეთ საშუალება, რომ აკონტროლონ ევროზონის წევრი ქვეყნების ბიუჯეტი, ანუ მოიპოვონ უფლება, რომ თქვათ გარკვეულწილად ჩაერიონ საბიუჯეტო პოლიტიკაში და უამრავი სხვა ასეთი ღონისძიება განიხილება. ახლა რა თქმა უნდა სიტუაცია სერიოზულია, მაგრამ ზერმენი დრამატიზირებაც ალბათ ამის არ შეიძლება, ვინაიდან უკვე განიხილება გამოსავალი ვერსიები, ალბათ აქედან საბოლოო ჯამში შერჩეული იქნება ყველაზე ოპტიმალური ვერსია. გასაგებია ბატონო კახა. ის რომ სარკოზიმ განაცხადა, რომ თავის დროზე საბერძნეთის მიღება ევროზონაში იყო შეცდომა, ეს ნიშნავს თუ არა იმას, რომ პრაქტიკულად ასეთ დიდი სახელმწიფოების ლიდერები ერთ-ერთ მართლაც მთავარ გამოსავლად მიიჩნევენ იმას, რომ საბერძნეთი გავიდეს ევროზონიდან. მე გამიჭირდება ხო სარკოზის განცხადების კომენტირება, მაგრამ ალბათ ერთ-ერთი გამოსავალი ესეც არის და უფრო ევროკავშირის უფრო გაწმენდა, თუ შეიძლება ესე ითქვას, იმ წევრი სახელმწიფოებისგან, რომლებიც ზიანს აყენებენ მთლიანად მთელი ევროკავშირის ეკონომიკას, რადგან როგორც აქ ითქვა, ეს არის ჯაჭვით ერთმანეთზე გადაბმული პროცესი და ძალიან დიდია იმის ალბათობა, რომ საბერძნეთში შექმნილი პრობლემები, იტალიაში შექმნილი პრობლემები შემდეგ ყველას ჩაითრებს და გადაედება სხვა სახელმწიფოებსაც. ასევე ის სახელმწიფოები, რომლებიც უფროძლიერად გამოიყურებიან ევროკავშირში ეკონომიკის თვალსაზრისით, ძალიან რთულ მდგომარეობაში არიან აღმოჩენილი, იმიტომ რომ იზოლებულნი არიან თავიანთი გადასახადის გადამხდელთა ფულით დააფინანსონ აი ამ სუსტი სახელმწიფოების ვალები, მათი მიმდინარე ვალდებულებები და ეს ძალიან რთულ მდგომარეობაში აყენებს ყველას. გასაგებია ბატონო და ჩვენი მაყურებლის ალბათ განსაკუთრებით საინტერესოა საერთოდ ეს პროცესები, რაც ევროპაში მიდის, ეს კრიზისი ახდენს თუ არა რაიმე გავლენას საქართველოს ეკონომიკურად. იცით ევროკავშირში რა პროცესებიც მიდის, ეს ახდენს გავლენას მთელ მსოფლიოზე. იმიტომ რომ ეს ევროკავშირი არის საკმაოდ ძლიერი ეკონომიკური გაერთიანება, ერთ-ერთი კონვერტირებადი და საკმაოდ სერიოზული ვალუტა გახლავთ ევრო და ბუნებრივია ეს პრობლემა არის მთელი მსოფლიოსათვის, მათ შორის იმ ქვეყნებისთვისაც, ვისაც რეზერვები აქვს ევროში. რაც შეეხება საქართველოს, გვინდა არ გვინდა, ჩვენ რა თქმა უნდა პრობლემების წინაშე დავდგებით, ეს ყველას კარგად ესმის, მთავრობიდან დაწყებული, რიგით ადამიანთან დამტარებული, რადგანაც ჩვენ ევროპასთან გვაქვს სავაჭრო ეკონომიკური ურთიერთობები, გარდა ამისა, ჩვენი მოსახლეობის დანაზოგები არის ევროში. შეგახსენებთ, როდესაც სადღაც 2004 წლიდან მოყოლებული თანდათანობით დოლარმა დაიწყო გაუფასურება, ასეთი ტრანსფორმაციაც მოხდა, რომ მოსახლეობამ თანდათანობით დაიწყო უპირატესობის მინიჭება და გადაყვანა ევროში. ბიზნესშიც გაჩნდა ევრო, შეგახსენებთ იგივე სამშენებლო კომპანიები აცხადებდნენ უკვე დოლარზე უარი თქვეს და კვადრატული მეტრის ფასად აცხადებდნენ ევროს ეკვივალენტს ლარში გამოხატულს. ასე რომ ეს პრობლემები რა თქმა უნდა და ახლა შეიძლება ეს ყველაფერი პირიქით დატრიალდეს. იცით არ არის ეს პროცესის გამორიცხული, მაგრამ აქ ყველაზე მთავარი არის შემდეგი, რომ არის რაღაც მოვლენები, რომელსაც საქართველოს ვერანაირზე გოლინას ვერ იქონებს. ახლა ევროკავშირი რა გზას დაადგება ის, რომ გაიყვანს დაუშვათ სუსტ ქვეყნებს ევროზონიდან
როგორც არის საბერძნეთი თუ პირიქით წავა შროდერის მოდელით, რომ შეიქმნას ევროპის შეერთებული შტატები და შეიქმნას ერთიანი ფინანსთა სამინისტრო და ამ ევროზონის ქვეყნებს არ ქონდათ გახდანის მათი ბიუჯეტები, როგორც რეგიონული ბიუჯეტები და იყოს ერთი ფინანსთა მინისტრის სერიოზული პოსტი, ასეთი ეს ორი უკიდურესობაა. ამიტომ ამ გადაწყვეტილებებს ჩვენ რა თქმა უნდა ამაზე გავლენას ვერ ვიქონიოთ, მაგრამ მე არ ვფიქრობ დგება რომ ეს აისახება ძალიან ბევრი მიმართულებით. პირველი, თუ კრიზისი განვითარდება, ქვეყანაში კიდევ უფრო შემცირდება შესაძლო პოტენციური უცხოური ინვესტიციების შემოსვლა. ეს აისახება იმაში, რომ ქვეყანაში დაიწყება მოსახლეობის მიერ და აგრეთვე კომპანიების მიერ თავიანთი გარკვეული აქტივების, რომელიც ევროში აქვთ, მათი ტრანსფორმაცია, მათი გადაყვანა დაუშვათ დოლარში. იმავდროულად უნდა გვახსოვდეს, რომ არც დოლარი არის დღეს დამშვიდებული ვალუტა და მარტო ზაფხულის პერიპეტიები ამერიკის ვალის ზედაზღვარის გზასთან დაკავშირებით ყველას გვახსოვს, როგორი იყო დაპირისპირება რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის. ასე რომ ეს პრობლემები არის და მთავარი არის რამდენად მომზადებული შეხვდება ქვეყანა ამას, ამიტომ ქვეყანას უნდა ქონდეს ის ფინანსური რესურსი, რომელიც ნებისმიერ საგარეო შოკს გაუძლებს. და ამ თვალსაზრისით მე არც თუ ისე დიდი ხნის წინ მოვისმინე საქართველოს ფინანსთა მინისტრის განცხადება, რომელმაც დააფიქსირა, რომ აი ამ დახმარებიდან, დონორთა დახმარებიდან, რომელიც საქართველოს გამოიყო 2008 წლის 22 ოქტომბერს, როგორც რუსეთის აგრესიებს ხელს, იქიდან სერიოზული ოდენობა პორცია თანხების ჯერ არ არის ათვისებული, ისინი არის მხოლოდ დაკონტრაქტებული და ამიტომ ეს გარკვეული ფინანსური რესურსი შეიძლება ქვეყანას ჰქონდეს. მაგრამ რა მასშტაბით განვითარდება, ანუ რამდენად სწრაფად გადაწყვეტს ევროკავშირი პრობლემას. მე მაგალითად უფრო შეიძლება უფრო პესიმისტური პოზიცია მიკავია და ვეჭვობ, რომ ევროკავშირი წავიდეს ერთიან ფინანსთა სამინისტროს. ვეჭვობ, რომ უფრო მეტი ინსტიტუციონალიზაცია მოხდეს და უფრო ადვილი გზად მეჩვენება ევროკავშირიდან სუსტი ქვეყნების გაყვანის, თუმცა ამის პროცედურაც გულახდილად რო ვთქვა არ არსებობს. ესეც შესამუშავებელია. მაგრამ რატომღაც მე უფრო ამ ვარიანტისკენ ვიყრები, შეიძლება ეს არ იქნას გაზიარებული, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა და განსაკუთრებით მთავრობა ამისთვის უნდა იყოს რეალურად საქართველოსთან დაკავშირებით თქვენც მინდა და გამეგზელებინა ეს თემა. პირველ ჩვენ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ევროკავშირის ქვეყნებში ბევრი ჩვენი თანამემამულეა სამუშაო წასული და იქიდან საკმაოდ სერიოზული თანხები შემოდის საქართველოში ფულადი გზავნილების სახით. განსაკუთრებით აღსანიშნავია საბერძნეთი, სადაც ათეულათასობით ქართველი მუშაობს და ცხოვრობს წლების მანძილზე. ბუნებრივია, რომ საბერძნეთში უახლოეს კი არა, საკმაოდ შორეულ პერსპექტივაშიც კი გარკვეული რამდენიმე 5-6 წლის მანძილზე სიტუაცია არ იქნება სტაბილური და ამ ადამიანებს გაუჭირდებათ საბერძნეთში დარჩენა, იქ სამუშაოს პოვნა და შესაბამისად მიღება იმ ანაზღაურებისა, რომელსაც ადრე იღებდნენ. ეს რა თქმა უნდა დააკლდება ჩვენს ეკონომიკას და შეიძლება დარჩენილი ადამიანები თუ იმათმა გადაწყვეტეს უკან დაბრუნება ვთქვათ და მესამე ქვეყანაში არ გადაწყვეტეს წასვლა, რა თქმა უნდა ეს საქართველოში არსებული სადაც საკმაოდ სოციალურ ფონს უფრო დაამძიმებს კიდევ, ხო? გარდა ამისა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ საბერძნეთიდან დაწყებულია ეს კრიზისის ტალღა შეიძლება გადაიზარდოს, შეიძლება კი არა, აუცილებლად გადაიზრდება რაღაცა ფორმით გლობალურ რეცესიაში, ანუ ეკონომიკური აქტივობის გლობალურ შესუსტებაში, რაც გამოიწვევს, რა თქმა უნდა, ქართულ პროდუქციაზე ისევე მწირე საექსპორტო მოთხოვნის ზრდას, გარეშე მოთხოვნა მაქვს მხედველობაში. გარდა ამისა, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ევროზონის კრიზისმა უკვე ჰპოვა ასახვა მსხვილი საბანკო სტრუქტურების ფინანსურ მდგომარეობაზე. პირველ რიგში აღსანიშნავია ფრანგული, ბრიტანული, გერმანული ბანკების მდგომარეობის გავარესება, რომელთაც დიდი რაოდენობით ბერძნული და სამხრეთ ევროპული სახელმწიფო ფასიანი ქაღალდები ჰქონდათ თავიანთ პორტფელში და ცხადია უკვე ნახეს საკმაოდ დიდი ზარალი, რომლის ანაზღაურება უნდა მოხდეს ფინანსური სტაბილურობის ევროპული ფონდიდან, რომლიდანაც საბერძნეთის და სხვა ქვეყნების დახმარებაც უნდა განხორციელდეს. ეს თავისთავად გავლენას იქონიებს აუცილებლად საქართველოს ფინანსურ სექტორზე, რომელიც მოგეხსენებათ მნიშვნელოვანწილად არის დამოკიდებული საგარეო საკრედიტო, გარეშე საკრედიტო რესურსებზე, ანუ ქართული ბანკები ხშირად მიმართავენ უცხოურ წყაროებს, რომ მოიზიდონ შედარებით დიაფი და გრძელვადიანი საკრედიტო რესურსები და ცხადია ასეთ ვითარებაში ეს რესურსები გაძვირდება, რაც
საბოლოო ჯამში კრედიტის გაძვირებას მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საერთოდ არ ვართ ამ ზონის წევრი, ასე თუ ისე ირიბა თუ პირდაპირ მაინც გვეხება ეს ყველაფერი ჩვენ საქართველოს. თუ ეს მოვლენები კიდევ უფრო გამძაფრდა, ამას ჩვენ საკმაოდ მალე ვიგრძნობთ. ანუ ჩვენი ფინანსური სექტორი ამას სასახავს. ბატონ კახა, საკმაოდ ისეთი არასახარბიელო სურათი იყო ხა რაც ბატონმა მერაბმა დახატა, თქვენ ეთანხმებით ამ აზრს, რომ შეიძლება ესეთი ფორმით აისახოს საქართველოზე. თუ მოვლენები რა თქმა უნდა ისე განვითარდა, როგორც ბატონმა მერაბმა. დიახ, რა თქმა უნდა. ნუ პირველ რიგში ვეთანხმები იმას, რომ აუცილებელია სცენარების შემუშავება. აქ თქვა ბატონმა ლადომას და ბატონმა მერაბმაც, რომ საჭირო არის ყველა სახის სცენარი კარგად დამუშავდეს და ჩვენ უნდა ვიცოდეთ იმ შემთხვევაში თუ რა გზით განვითარდება სიტუაცია ევროპაში, ევროკავშირში, კერძოდ რითი უნდა უპასუხოს საქართველოს ეკონომიკამ, იმიტომ რომ მართლა წარმოუდგენელია, არ შეიძლება ვფიქროთ ის, რომ ჩვენზე არ აისახება ევროს ნებისმიერი სახით, ეს ვთქვათ, ევროს ან გაუმჯობესება სიტუაციის, ან პირიქით, ვთქვათ, კრიზისის გაღრმავება და ასე შემდეგ. ეხლა რაც შეეხება შეხედულებას, წმინდა სუბიექტურია ჩემის აზრით, მაინც ნებისმიერ შემთხვევაში მე მაქვს იმის ყოველ შემთხვევაში იმ გამოცდილებით, რომელთაც მე წლების განმავლობაში ვუკვირდები ევროკავშირში განვითარებულ პროცესებს და ევროპულ ეკონომიკას, საერთოდ იქაური საზოგადოების მუშაობის და აზროვნების წესს და ასე შემდეგ, იმდენად ფრთხილი და იმდენად ნაკლებად რისკიანი საზოგადოება ევროპაში, რომ მე იმაშიც დარწმუნებული ვიყავი, რომ საბერძნეთში საბოლოო ჯამში არ იქნება საჭირო რეფერენდუმის ჩატარება და საბოლოო ჯამში საბერძნეთი დათანხმდება, საბერძნეთის მოსახლეობაც კი საბოლოო ჯამში მიუხედავად აი იმ პროტესტებისა, რომელსაც ჩვენ ხედავდით, რომელსაც არ თანხმდებოდა მომჭირნეობის ზომების გატარებაზე, რომ მოსახლეობა საბოლოო ჯამში როცა გადაწყვეტილების მომენტი მოვა საბოლოო ზღვარზე, როცა იქნება, მაშინ აუცილებლად მიიღებს ისეთ გადაწყვეტილებას, რომ დათანხმდებიან ამაზე. ანუ მე ვფიქრობ, რომ საზოგადოებრივი განვითარება ევროპაში, ევროკავშირში არის იმდენად მაღალ დონეზე, რომ ისინი ამ კრიზისს დაძლევენ. იქნება მიღებული ტრილიონი, დაახლოებით ტრილიონის ევროს სპეციალური ფონდის შექმნა, ეს მოხდება. ეს რა თქმა უნდა გრძელვადიან პერსპექტივაში უკვე გარკვეულ სტაბილურობას მიანიჭებს უკვე ევროკავშირს, როგორც ეკონომიკური, ისე პოლიტიკური თვალსაზრისით და აუცილებლად მოხდება ის, რომ ყველა ქვეყანა აიღებს იმ რაოდენობას თანხისას, რომელიც სჭირდება მისი სიტუაციის დასტაბილურების და მისი საბიუჯეტო დეფიციტის შემცირებისათვის, მისი საგარეო ვალის შემცირებისათვის და გაატარებს იმ მომჭირნეობის ზონებს, რომელსაც მას გაუწერენ ძალიან ზუსტად. აქვე მე ოპტიმიზმის იმედს მაძლევს ისიც, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომელიც აქამდე ცოტა სკეპტიკურად უყურებდა, თქვა, თავის ჩარევის შესაძლებლობას, ეხლა რამდენადაც ვიცი, მომხრე არის, რომ ჩაერიოს და მიიღოს თანამონაწილეობა, როგორც ევროპულ სტაბილიზაციის ფონდთან ერთად მიიღოს თანამონაწილეობა ამ ქვეყნების დაფინანსებაში, მათი ეკონომიკების, ესე ვთქვათ, სტაბილურობის შენარჩუნებაში. და შეერთებული შტატების მთავრობა, რომელიც ასევე არ იყო მოწოდებული აქამდე იქითკენ, რომ ჩარეული იყო ამაში, სულ უფრო ხშირად გვესმის ჩვენ გარკვეული განცხადებები და კონსულტაციები სულ უფრო ხშირად ტარდება, რამდენადაც მოდის ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ შეერთებული შტატების მთავრობაც ჩაერიოს და გამოიყენოს თავისი ინსტრუმენტები იმისათვის, რომ ევროპის დასტაბილურება მოხდეს. საბოლოო ჯამში მე მგონია, რომ კრიზისი, რა თქმა უნდა, თავის გავლენას იქონიებს არა მარტო ევროპაზე, არამედ ყველა გარშემო მყოფ სახელმწიფოებზე და მათ შორის საქართველოზე, მაგრამ იმ ზღვარს არ მიაღწევს, როდესაც კრახით დაემუქრება, თქვა, იგივე ჩვენნაირ ქვეყანას. განსაკუთრებით ბატონო, თქვენც მინდა გამოთქვათ აზრი საქართველოზე რა გავლენა შეიძლება მოახდინოს ევროზონის კრიზისს. ბუნებრივია პირდაპირ გავლენა არ იქნება, თუმცა აისახება აუცილებლად საქართველოს მდგომარეობაზე, აუცილებელია სწორედ იმ შესაძლო სცენარების წინასწარ გათვლა და გაანგარიშება, რომელიც შეიძლება განვითარდეს. საერთოდ ევროკავშირს ჰქონია კრიზისული მომენტები, იგივე 60-იან წლებში, 70-იან წლებში, 80-იან წლების ბოლოს და ასეთი კრიზისები ყოველთვის ხდებოდა მე სტიმული უფრო მეტი რაღაც ინტეგრაციული ინიციატივების და მე ვფიქრობ, აი სწორედ ეს კრიზისი, რომელიც ახლა თქვათ არის გაშლილი ევროკავშირში, შესაძლოა გადაიზარდოს სწორედ აი ამ ეკონომიკური და მონეტარული კავშირის უფრო მეტი ინტეგრაციის მიმართულებით და შეიქმნას რაღაც ევროზონის შიგნით რაღაც გარკვეული ბირთვი ქვეყნების. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბერძნეთი და თქვათ სუსტი ქვეყნები გამოეთიშებიან ევროზონას, პირველი ვერსია
ვერსიას თუ დავტოვებთ, ეს იქნება ევროზონის შიგნით ძლიერი ქვეყნების ბირთვი, ხოლო მეორე ვერსია ეს არის, რომ თქვათ ევროზონას გამოეთიშება შედარებით სუსტი პარტნიორები, მაგრამ ამის მიუხედავად ინტეგრაციული პროცესები ამ ბირთვში მაინც ეს უკვე გარდაუვალია ჩემი აზრით, აუცილებლად მოხდება და შესაბამისად ეს დაასტაბილურებს თვითონ აი ევროს თქვათ კურსს და ევროს სიმყარეს აი მის საერთაშორისო სავაჭრო სისტემაში. ამდენად რაღაცა რა თქმა უნდა პანიკური ზომების მიღება რა თქმა უნდა აუცილებელი არის, მაგრამ აუცილებელია ძალიან ყურადღებით თვალყურისდევნება თუ საბოლოოდ რომელ სცენარს მიანიჭებენ უპირატესობას და რომელი სცენარი განვითარდება. ერთ მცხადია რომ ბირთვში ინტეგრაცია აუცილებლად მოხდება. სანამ რეკლამაზე გავალთ, ბატონო, აი რამდენჯერ ვახსენეთ საბერძნეთის კონტექსტში, რომ სუსტი წევრი ევროზონის. რატომ დაიმსახურა მან თავიდანვე ასე იყო თუ არა, თავიდანვე უწოდებდნენ თუ არა სუსტ წევრს და საერთოდ რატომ მიიღეს მაშინ ევროზონაში? იცით რა ასე მარტივად არ დგას საკითხი, იმიტომ რომ როდესაც ევროკავშირი იქმნებოდა, იცით რა ეს როგორი კონსტრუქცია იყო, ჯერ იყო ეს ბენილუქსის ქვეყნები, თანამედროვე ეს გაფართოვდა და წამყვანი ქვეყანა დღეს რამდენიმე ეკონომიკა არის დღეს რომელიც ჩამოყალიბდა წამყვანი ეკონომიკა დღეს პირველ რიგში არის ევროზონაში გერმანიის ეკონომიკა, საფრანგეთის ეკონომიკა და საბერძნეთის ეკონომიკაში მოხდა ეს არა იმიტომ რომ ეს იყო სუსტი ეკონომიკის კონტექსტი, კი შედარებით უფრო სუსტი ვიდრე ეს გერმანიის ეკონომიკა. უბრალოდ მთავრობის მიერ გატარებული პოლიტიკა იყო ცდარი. ანუ პრაქტიკულად საბერძნეთი ისევე როგორც სხვა ქვეყნები ცხოვრობ ხარჯავდა იმაზე მეც ვიდრე მისი ეკონომიკა ამის საშუალებას აძლევდა. და ამის გამაკონტროლებელი მექანიზმი ერთიანი, რომელსაც ქვია ერთიანი საბიუჯეტო სისტემა, ევროკავშირს უბრალოდ არ შეუქმნია. მე მინდა გავიხსენო 2010 წელს ბაქოში გამართული კონფერენცია, სადაც ჩამოსული გახდათ ევროს მამა, ნობელის პრემიის ლაურეატი პროფესორი მანდელი და მაშინ იყო სწორედ საუბარი ამ პრობლემებზე, რა ელოდებოდა ევროს როგორი მომავალი იქნებოდა. მისი პასუხი ამ კითხვაზე, როცა მას დაუსვეს, იყო ძალიან მარტივი. თუ ევროკავშირი არ მივა იმ დონემდე, რომ არ შექმნეს ერთიან საფინანსო უწყებას, რომელიც შექმნეს ერთიან ბიუჯეტს, თვითონ მასაც კი საკმაოდ სერიოზული ეჭვი ეპარებოდა ევროს სტაბილურობას. აი აქედან გამომდინარე ის, რომ ყველა ქვეყანას აქვს კი თავისი ვალდებულებები აღებული დეფიციტარ მიმართებაში, მაგრამ ამის გაკონტროლების ქმედითი ინსტრუმენტი ევროკავშირს არ შეუქმნია. არსებობს მონეტარული ინსტრუმენტი ცენტრალური ბანკის სახით, მაგრამ საბიუჯეტო ინსტრუმენტი უბრალოდ არ გააჩნია. აქედან გამომდინარე შეცდომები, რომელიც იყო დაშვებული გინდა საბერძნეთში, გინდა სხვა ქვეყნებში, იგივე საუბარი იყო იტალიასა თუ ესპანეთზე თუ პორტუგალიაზე, ეს ყველაფერი აისახა იმაში, რაშიც აისახა. ანუ ქვეყნები ცხოვრობენ არა იმ შესაძლებლობებით, რასაც ქმნიდა ამ ქვეყნის ეკონომიკა. გასაგებია, რეკლამაზე გავალთ, რეკლამის შემდეგ დავბრუნდებით და ევროზონის კრიზისზე განვაგრძობთ საუბარს. ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია, მე შეგახსენებ ჩვენ საუბრობთ ევროზონის კრიზისზე, ეს არის ჩვენი დღევანდელი გადაცემის თემა. ბატონ ლადო, მოდი ისევ თქვენგან დავიწყოთ რეკლამის შემდეგ საუბარი, ლიდერების ცვლილება, მთავრობების ცვლილება. ამ შემთხვევაში რა მოვლენასთან გვაქვს საქმე? საბერძნეთში გასაგებია, შეგვიძლია ვთქვათ, რომ შეეწირა ვთქვათ ამ პროცესს მთავრობა. იტალიის შემთხვევაში ასე მწვავედ დგას იტალიაშიც საკითხი, რომ ამის გამო გახდა ბერლუსკონის იძულებული წასულიყო თანამდებობით. იცით, ეს არის მე ვფიქრობ უფრო დემოკრატიული პროცესის დადასტურება, მაგალითად, იმიტომ რომ როდესაც მთავრობა ეს არის წარმატებული თუ არა, ხო, ახლა იმის დავუშვათ, პაპანდრეოს მთავრობაზე როცა საუბრობთ, ვერ დავაბრალებთ მას, რომ ამ მთავრობამ მიიყვანა კრიზისამდე, მას დახვდა ეს კრიზისული ვითარება და მის მხრებზე დააწვა სწორედ ის ვალდებულებების აღება, თუ რა ტიპის შეზღუდვები უნდა გატარებულიყო საბერძნეთის ეკონომიკაში, საბერძნეთის ბიუჯეტში, რომ მას მიიღო დახმარება ევროკავშირიდან, მაგრამ პრაქტიკულად, როდესაც მთავრობის ხელმძღვანელი ხედავს, რომ მისი ზომები არ არის პოპულარული, ეს იწვევს პროტესტს, იქ არის სწორედ ეს დემოკრატიული განმუხტვის პროცესი. ეს კი არნიშნავს, რომ საბერძნეთმა უარი თქვა იმ ვალდებულებებზე, უბრალოდ მის ჩაანაცვლა სხვა პიროვნებამ, რომელმაც უკვე რაღაც ახალი სიო უნდა შეიტანოს. ყოველ შემთხვევაში, ეს ჩვეულებრივი დემოკრატიული პროცესი არის, შეიძლება ჩვენ ერთ ტიპის ქვეყნისათვის ცოტა არ იყოს მოულოდნელია, მაგრამ
ეს აბსოლუტ სტანდარტული ქცევა ჩამოყალიბდა უკვე ევროპულ სახელმწიფოებშიც. ასე რომ მე ამაში არაფერ განსაკუთრებულს არ ვხედავ, არც იმაში, რაც საბერძნეთში მოხდა, არც იმაში, რაც იტალიაში. არ არის გამორიცხული მსგავსი მოვლენა მოხდეს სხვა ევროპულ სახელმწიფოებშიც. ასე რომ თვითონ ხო ევროპული სტანდარტიც არის დასავლ როგორც კი ჩდება რაღაც მცირედი უნდობლობა და გასატარებელია რთული რეფორმა, როდესაც არის მცირედი რაღაც ეჭვი და გასაკეთებელია სერიოზული საქმე. თვითონ პოლიტიკოსებს ყოფნით ის გამჭრიახობა, ის ცითამამე, რომ თვითონ მიიღონ გადაწყვეტილება, ან დობის საკითხი დააყენონ პარლამენტში, ან უბრალოდ გადადგენ და სხვას მისცეს საშუალება, რომ ეს რეფორმები მიიყვანოს ბოლომდე. გასაგებია ამ თემაზე მე მინდა ხაზი გავუსვა იმ გარემოებას, რომ ორივე ქვეყანაში, საბერძნეთშიც და იტალიაშიც ხელისუფლების სათავეში მოვიდნენ ტექნოკრატები, ანუ არაპროფესიონალი პოლიტიკოსები, არამედ სპეციალისტები, ეკონომისტები. მე მქონდა ბედნიერება შევხვედროდი თავის დროზე ლუკას პაპადემოს, რომელიც 90-იან წლების დასაწყისში ჩემი კოლეგა იყო, საბერძნეთის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო, შემდეგ იგი პრეზიდენტიც გახდა, მე ევროპის ცენტრალური ბანკის ვიცე-პრეზიდენტი იყო რამდენიმე წლის განმავლობაში. ეს არის უმაღლესი დონის მაკროეკონომისტი, რომელსაც თავისმა სამშობლომ უხმო იმ დროს, როდესაც პროფესიონალმა პოლიტიკოსებმა ვერ შეძლეს თავი გაერთვათ იმ სიზნელებისათვის, რაც ფინანსური და სავალუტო კრიზისით იყო. მაგრამ საბერძნეთში ხალხი რაღაც რადიკალურ ცვლილებას ელოდება ამ წუთას, თუ შეგუებულია, რომ თქვენ როგორც წინა კომენტარში 5-6 წელი კომენტარები, რაც მე წავიკითხე საბერძნეთის საზოგადოებრივი წარმომადგენლების კომენტარები, არის საკმაოდ ისეთი რაციონალური და ცივი გონებით განსჯილი. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ გვჭირდებოდა ადამიანი, რომელმაც იცის პროფესიულად ფლობს იმ ცოდნას, რომელიც აუცილებელია ასეთი ტიპის პრობლემების გადასაწყვეტად და თუ მას არ ექნება ფართო პოლიტიკური მხარდაჭერა, სხვა შორის ეს პოლიტიკური მხარდაჭერა მას ამ წუთში არ აქვს, იმიტომ რომ საბერძნეთის ოპოზიციის ლიდერმა კონსერვატიული პარტიიდან განაცხადა, რომ ის ძალიან დიდი სიფრთხილით შეხედავს ყველა იმ ღონისძიებას, რომელსაც ეს გარდამავალი მთავრობა განახორციელებს. იგივე შეიძლება ითქვას იტალიაზე, ეს ბატონი მარიო მონტი წლების მანძილზე იყო ევროკომისარი, ანუ ევროკავშირის ეკონომისტებზე პოლიტიკაში ძალიან მაღალი დონის კვალიფიცირებული ეკონომისტია ისიც და მან ძალიან კარგად იცის როგორც იტალიის ეკონომიკის წინაშე მდგარი პრობლემები, ასევე ზოგადად ევროკავშირში არსებული პრობლემები. იგი ჯერ იყო კომისარი კონკურენციის პოლიტიკის საკითხებში, იყო კომისარი შრომისა და დასაქმების პოლიტიკის საკითხებში. ანუ ეს ადამიანია ზუსტად ვინც უნდა ამ წუთში უნდა ჩავარდეს სათავეში იტალიის. ბატონო ახლა ვთქვათ, როდესაც ხალხი თანხდება იმაზე, რომ შეიცვალოს ხო მთავრობა. იმედი აქვს, რომ მომდევნო მთავრობა რაღაცას შეცვლის ამ მიმართულებით. ბერლუსკონის შემთხვევა გასაგებია, გამოითქვა მოსაზრება, რომ საუკეთესო მომენტი მონახა იმის, რომ წასულიყო საერთოდ, მაგრამ ამ შემთხვევაში, ვთქვათ, იტალიელებს, ბერძნებს უნდა ქონდეთ იმის იმედი, რომ რაღაცას შეცვლის აი მთავრობების ცვლა. პირველ რიგში დღევანდელ სიტუაციაში ერთადერთი გამოსავალი ამ ქვეყნებისთვის არის, რა თქმა უნდა, ქამრის შემოჭერა. ეს არის საბიუჯეტო დეფიციტის შემცირება, თუ საბიუჯეტო დეფიციტი აღწევს 9-10%-ზე მეც და ზოგ შემთხვევაში, მე მგონი საბერძნეთის შემთხვევაში, სადაც რამდენიმე 10%-მდე ავიდა. ეს ნიშნავს იმას, რომ აუცილებლად უნდა შემცირდეს საბიუჯეტო დეფიციტი, ნიშნავს იმას, რომ ძალიან ბევრი პროგრამა არ უნდა დაფინანსდეს, ესე იგი ან შემცირდეს ხელფასები, პენსიები, რაღაც პროგრამები, რომელსაც ელოდნენ ადამიანები მასიურად და რა თქმა უნდა, ეს ხარდაჭერის გარეშე, მოსახლეობის გაგების გარეშე და კარგად მიწოდებული ინფორმაციის და ამ ინფორმაციის ძალიან ესე ვთქვათ და ნდობის გარეშე მთავრობის მიმართ შეუძლებელია ესეთი ზომების გატარება. ეს ცნობილი არის ნებისმიერ ეს პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ეს ზომები ძალიან არაპოპულარულია. ეს არის ძალიან არაპოპულარული ზომები. რა თქმა უნდა, პირველი ლოზუნგები, რომელიც ჩვენ გვესმოდა საბერძნეთიდან და თუ გნებავთ იტალიიდან და ევროპის სხვა ქვეყნებიდანაც ბოლო ხანებში იყო, აი ჩვენი სადაც გაჭირვებული ხალხი, ჩვენი სადაც დაბალ ხელფასზე მცხოვრები ხალხი, ჩვენი სადაც პენსიონერები და ასე შემდეგ, რატო უნდა კიდე ჩვენ მოვიკლოთ, როცა ხედავენ, რომ არსებობს მდიდარი ფენა, არსებობენ და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ეს
ფსიქოლოგიურად შეიძლება გაუგოთ ამას ამ სიტუაციას, მაგრამ სხვა გამოსავალი ესეთ ვითარებაში არ არსებობს, თუ არა ისე უნდა მოიკლოს მთლიანად მთელმა ერმა. და იმისათვის რომ ერი წავიდეს ამ სხერპლზე და ის აუცილებლად უნდა წავიდეს, საჭირო არის ძალიან მჭიდრო კონტაქტი მთავრობასა და ძალიან დიდი ნდობა, ურთიერთნდობა და ურთიერთპატივისცემა. ძველი მთავრობის პირობებში, როდესაც აი ეს განვითარდა ვთქვათ ეს კრიზისი და ძველ მთავრობას სხვა პრობლემების გამო ქონდა ეს ნდობა ამოწურული, თუ კი იგივე ცვლილებები უნდა განახორციელოს ახალმა მთავრობამ, მაშინ მთავრობა რატო შეიცვალა? საქმე იმაშია რომ ნათქვამი არის რომ მაგალითად ძველ ჭურჭელში ვერ ჩაასხამ ახალ ღვინოსო, ეს ხო ბიბლიური ჭეშმარიტება. ანუ შეიძლება ძველი მთავრობა აპირებს ზუსტად იგივე ზომების გატარებას, რასაც გაატარებს ახალი მთავრობა, მაგრამ ძველ მთავრობას უკვე ქონდა თავისი და ამოწურული აქვს თავისი ლიმიტი, თავისი ნდობის ლიმიტი ამოწურული აქვს. ამიტომ ის უბრალოდ ვერ იქნება ლიდერი თავისი ერის, ვერ წაიყვა, ვერ დაარწმუნებს თავის ხალხს იმაში, რომ აი ეს გაჭირვება და ეს შეზღუდვები არის აუცილებელი და ერთადერთი შესაძლებელი პირობა. სწორედ ამიტომ არის ეს პროცესი, ამიტომ ხდება ესე ადვილად, მე მგონი უბრალოდ ჩვენ ხედავთ, რომ განმუხტვას ადგილი აქვს საბერძნეთშიც. მას შემდეგ რაც პაპანდრეუ წავიდა, იმ წუთში ეს თქვა დაიწყო ნელ-ნელა ქვევით დაშვება აი ამ დაძაბულობის იტალიაში არ აქვს სამწუხაროდ. იტალიაში იტალია ჯერ კიდევ უნდა ვნახოთ როგორ განვითარდება, მაგრამ იტალიის სიტუაცია არ არის ისეთი რთული როგორც საბერძნეთისა, იმიტომ რომ საბერძნეთის ეკონომიკა დამყარებული იყო ტურიზმზე ძირითადად და სოფლის მეურნეობაზე. რატო აი ბატონმა ვადო თქვა იტალიაში არ გამოსულა იმდენი ხალხი და ამიტომ არ იქცევ შეიძლება ყურადღებას, მაგრამ ძირეულად იტალიის ეკონომიკა უფრო წინ არის იტალიის ეკონომიკა გაცილებით დიდია ვიდრე 20% საბერძნეთის ეკონომიკა. საბერძნეთს 300 მილიარდი დოლარი აქვს სახელმწიფო ვალი, იტალიის ვალი ტრილიონს აღწევს. ასე რომ იტალია თუ ჩაეფლო ამ პრობლემებში, მისი გამოყვანა თითქმის შეუძლებელი იქნება, იმიტომ რომ მასშტაბი აქვს, მას აბსოლუტურად სხვა. თითქმის შეუძლებელი. აბსოლუტურად დათვლადია ეს ყველაფერი. ესე იგი, ევროპის ფინანსური სტაბილურობის ფონდში ამ წუთში 400 მილიარდი ევროა მხოლოდ. ნუ ვარაუდობენ რომ ეს თანხა გაიზრდება 1 ტრილიონამდე, თუმცა ჯერ შესაბამისი გადაწყვეტილებები არ არის მიღებული და საბოლოო ჯამში საერთაშორისო სავალუტო ფონდთან ერთად ახლო მომავალში საშუალება ექნება ამ ფონდს დაახლოებით ტრილიონ 200 მილიარდი ან ტრილიონ 300 მილიარდი ასე ვთქვათ ევროს მობილიზაცია გააკეთოს და თუ მარტო ერთ ქვეყანას ვთქვათ იგივე იტალიას დაჭირდება ტრილიონი და საბერძნეთს უკვე ჭირდება 300 მილიარდი უნდა გავითვალისწინოთ ისიც რომ იტალია თუ ჩაეფლო ამ ჭაობში ბუნებრივია მას ავტომატურად დომინოს ეფექტი ზუსტად მაშინ იქნება როგორც თქვენ ძანეთ ავტომატურად ამას მოყვება აუცილებლად ესპანეთი მოყვება აუცილებლად ირლანდია პორტუგალია და შესაბამისად ამხელა კოლოსალური ესე იგი თანხების მობილიზებას ევროპელები უბრალოდ ვერ შეძლებენ. გასაგებია საბერძნეთის შემთხვევა, თქვა თავრობის შეცდომები განმარტა ბატონო. მაგრამ ერთი წამით მე ახალად ჩაერთო, მე მინდა აქ ხაზი გაუსვა ერთ რაღაც ერთ ნიუანსსაც. შეიძლება იტალიის ეკონომიკა არ არის ჯერ დიდი, მაგრამ იტალიის საგარეო ვალიც არის ბევრად უფრო დიდი ვიდრე, თქვა 10 ჯერ დიდია დაახლოებით ვიდრე, არ ნაკლებ 5 ჯერ დიდია ვიდრე საბერძნეთის, მაგრამ ამავე დროს იტალიის საგარეო ვალი თავის მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში არის 120%. მაშინ როცა 160-ზე მეტია საბერძნეთის ეს ერთი, მეორე ის რომ იტალიის ეკონომიკა არის ბევრად უფრო დივერსიფიცირებული, უფრო ძლიერი, უფრო სტაბილური და მას ის დამყარებულია რეწველობაზე, ინოვაციებზე, უფრო ინოვაციური და ასე შემდეგ, ანუ უფრო კონკურენტუნარიანი პროდუქცია გააჩნია, რომლითაც შეიძლება ნაკლები შანსები აქვს მოექცეს იგივე სირთულეებში, მიუხედავად დიდი საგარეო ვალისა, როგორშიც მოექცეს საბერძნეთის თავის ძალიან საინტერესოა, ვთქვათ, რა ხო ერთი რამ მინდა დავამატო, აქ კიდევ კახას ნათქვამს, რომ ესე იგი იტალიის ვალი განსხვავებით საბერძნეთის ვალისგან, იტალიის ვალის 70% მისი რეზიდენტების წინაშე არსებული ვალია. ანუ ეს არ არის საგარეო ვალი, უპირატესად ეს არის შიდა ვალი, ელემენტარულად იტალიური იურიდიული და ფიზიკური პირების მიმართ. როცა საბერძნეთის საგარეო ვალი თითქმის ამდენივე პროცენტი, დაახლოებით 80%-მდე, ეს არის უცხოური, ანუ არარეზიდენტების მიმართ არსებული დავალენება, ანუ მისი საგარეო ვალია. შესაბამისად, ზეწოლა საბერძნეთზე
საგარეო ეწევა ერთი მხრიდან და მეორე მხრიდან შიდა დაძაბულობა საბერძნეთში გაცილებით რთული შეიძლება იყოს, იმიტომ რომ მაინც რეზიდენტებთან ასე ვთქვათ ასეთი სიტუაციების დარეგულირება შედარებით უფრო ადვილია, ვიდრე საბერძნეთის ეკონომიკის ვთქვათ ასეთი კრახის მიზეზებზე ვისაუბრეთ, ბატონ ვასილ, იტალიის ეკონომიკის ასე მძიმე მდგომარეობას რა განაპირობებს? ხო, მე მინდა აზრი გავაგზავნო, რომ არ დამოვიწყდეს, ესე იგი, ამ შემთხვევაში პრინციპში, რა თქმა უნდა, ეს განსხვავება მნიშვნელოვანია, რომ ეს ვალი, თქვათ, რამდენად დამოკიდებულია, თქვათ, შიდა რეზიდენტებზე და გარე მევალეებზე, მაგრამ ამ შემთხვევაში თვითონ მაჩვენებელი მთლიანი შიდა პროდუქტთან მიმართებაში და საბიუჯეტო მთლიანი ვალი მაინც ფინანსურ სისტემაზე ნეგატიურად მოქმედებს და ამ შემთხვევაში ის აჭარბებს, თქვათ, მაასტრიხტის კრიტერიუმით დადგენილ ნორმებს. და ორჯერ კი 60%-ია ეს ნორმა, რომელიც როცა საბერძნეთს იღებდნენ, უკვე 100%-ზე მეტი ქონდა შეცდომა იყო, რომ საბერძნეთის კრიტერიუმი უკვე დარღვეული ქონდა. საბერძნეთის მიღება იყო პოლიტიკური გადაწყვეტილება და ეს მაასტრიხტის ანუ კონვერგენციის კრიტერიუმები არ იქნა მაშინ გათვალისწინებული იმ იმედით, რომ თქვათ მიღებით წაახალისებდა ეს ევროზონაში შესვლა საფრანგეთის თქვათ აი ფინანსურ პოლიტიკას. ეხლა რაც შეეხება იტალიაზე მკითხეთ. ხო, განსხვავება საბერძნეთის შემთხვევაში გავიგოთ რატომ მივიდა აქამდე, მაგრამ იტალიის შემთხვევაში რა არის? ძირეული მიზეზები მაინც მაასტრიხტის კრიტერიუმებია, უბრალოდ განსხვავებული მაჩვენებლებია იტალიასა და საბერძნეთში და როგორც ჩანს კონტროლი თვითონ ევროპის ცენტრალური ბანკიდან და ევროკავშირის ინსტიტუტებიდან, განსაკუთრებით ევროკომისიის მხრიდან, როგორც ჩანს კონტროლი სათანადო არ არის. ანუ ზოგ შემთხვევაში მთავრობები თავს უფლებას აძლევდნენ, თქვათ, ან არაზუსტი, ან დაუზუსტებელი ინფორმაცია გადაეცათ, თქვათ, იმ უწყებებისადმი, რომლებიც ახორციელებენ ევროკავშირში ან საერთო ევროზონაში მონეტარულ პოლიტიკას. აი მოვლენასთან გვაქვს საქმე და რაც თავარია, გარკვეულწილად ხელით მთავრობები იტალიაშიც და საბერძნეთშიც მაინც და მაინც რადიკალურად არ ცდილობდნენ აი ეს მაასტრიხტის მონაცემებთან თავისი, თქვათ, ფისკალური მონაცემების დაახლოებას. გასაგებია. ანუ მიზეზი შეგიძლიათ დასვათ შეკეთ. თუ შეიძლება საქართველოსაც რო დაუკავშირდეს ეს დისკუსია, ყველას მინდა გკითხოთ აი ესეთ პირობებში, როდესაც ბატონმა ლადომაც ბრძანა, თქვენ ბრძანეთ, რომ ევროკავშირს არ ქონდა იმის საშუალება, რომ გაეკონტროლებინა რამდენად შეესაბამებოდა სხვადასხვა სახელმწიფოების ფინანსური პარამეტრები მაასტრიხტის ხელშეკრულების პარამეტრებს. რატომ მოხდა ის, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ინიცირებული თავისუფლების აქტი რაღაც ნეგატიურად იქნა აღქმული ევროკავშირის წარმომადგენლების მხრიდან, გააკრიტიკეს კიდეც საჯაროდ, როდესაც ზუსტად თავისუფლების ქარტიაში ეს არის აღნიშნული, რომ უნდა იყოს საბიუჯეტო დეფიციტი დაფიქსირებული, საგარეო ვალი რაღაცას არ უნდა აღემატებოდეს და ასე შემდეგ. ბატონო, თქვენგან დავიწყოთ და კი ბატონო, აქ არის რამდენიმე მომენტი, იცით, არის ისეთი საკითხები, რომელიც არის ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები და არის ისეთი საკითხები, რომელიც უნდა იყოს საკანონმდებლოდ გამყარებული. და ეკონომიკური პოლიტიკის საკითხები ყოველთვის უნდა იყოს მოქნილი. მარტივი რამე არ შეიძლება გადასახადის განაკვეთის და ახალი გადასახადის შემოღებაზე ტარდებოდეს რეფერენდუმი. სხვა თუ არაფერი უბრალოდ უაზრობაა. წარმოიდგინეთ, მივიდეს ადამიანი და ხმამისცეს, რომ მოდით გადასახადი გავზარდოთ, ან ახალი გადასახადი შემოვიღოთ. მე რო ეკონომისტი ვარ, მე რო შემეხება, რომ გადასახადის მომატება შეიძლება არც მე არ დაუჭირო მხარი, რომც მესმოდეს, რომ საჭიროა, როცა შეეხება ჩემ ჯიბეს. ამიტომ რეფერენდუმის ჩატარება ისეთ საკითხზე, რომელიც წინასწარიც რა პასუხი მოყვება, უბრალოდ უაზრო არის. რაც შეეხება მაასტრიხტთან დაკავშირებით, როცა ეს გადაწყვეტილება იყო მიღებული, მაშინ ჩვენი ბიუჯეტის დეფიციტი მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში 12% იყო. ამიტომ ჩვენ გვინდა არა ის ილუზორული, რომ რაღაც ასეთი თავისუფლების აქტი მივიღეთ, რომელიც თურმე 3 წლის მერე უნდა შესრულდეს, ან თუ არ სრულდება, მთავრობამ გეგმა უნდა წარმოადგინოს. არა, ჩვეულებრივი პოლიტიკა არის და ამისთვის არსებობს ისეთი ინსტიტუტი, როგორც არის პარლამენტი, რომელსაც ირჩევს საზოგადოება, არის მთავრობა. თუ მთავრობას თუ ქვეყანას აქვს პრობლემები და პრობლემები ჩვენ ქონდა, რატო გაიზარდა საქართველოში დეფიციტის ოდენობა, იმიტომ რომ როგორც რუსეთის აგრესიით ცხოვრება ქვეყანა, მივიღეთ საკმაოდ სერიოზული დახმარება. ბუნებრივია, ამ დეფიციტის ოდენობა გაზარდა, აბსოლუტურად ლოგიკური იყო, რაც მოხდა. ამიტომ ახლა ხელფეხი შეიკრა იმისთვის, რომ აი მე რაღაცა კანონში მაგ დაფიქსირებული და ამას ვერ გავაკეთებ, ეს იყო აბსოლუტურად სტარი. ამიტომ ჩემთვის პირადად ის კი არ იყო, რომ მაასტრიხტის ვალდებულებები არ უნდა გაგვეზიარებინა. უბრალოდ თავისუფლების აქტი იყო მერიგი PR ტექნოლოგიის ნაბიჯი. თანაც
გადასახადის განაკვეთის დასთან დაკავშირებით ან ახალი გადასახადის შემოღებასთან ეს უბრალოდ უაზრობაა, იმიტომ რომ მე ვერ წარმომდგენია ჩაატარო რეფერენდუმი იმაზე, რომელსაც აპრიორი იცი არ დაუჭერს ხარს. გასაგებია, სხვებს თუ გსურთ გამოთქვათ ამ საკითხზე აზრი, ან უპასუხოთ შეკითხვას. არა, მე უფრო მაინტერესებდა ევროკავშირის მხრიდან რატომ იყო ესეთი დამოკიდებულება. მასტრიხტის კრიტერიუმები ევროკავშირში 92 წელს 1992 წელს ჩატარდა მასტრიხტის სამიტი ან საბჭო. მიიღეს ეს კრიტერიუმები იმისათვის, რომ 10 წლის განმავლობაში მომზადებულიყვნენ ევროს მისაღებად, ანუ ევროზონის შესაქმნელად. ეს იყო საკმაოდ დიდი დებატების მომზადების ევროკავშირის წევრი სახელმწიფოები, რომლებიც ეკონომიკურად ძალიან სტაბილურ ეკონომიკას ფლობდნენ, თითქმის ყველანი, ხო, ვინც საბოლოო ჯამში ევროზონაში შევიდა თავიდან 11 ქვეყანა იყო. ანუ წარმოიდგინეთ, ამ ქვეყნებშიც კი ძალიან დიდი დებატები მიმდინარეობდა ამასთან დაკავშირებით, შევძლებთ თუ არა ჩვენ 3%-იანი საბიუჯეტო დეფიციტის შენარჩუნებას, 60%-იანი საგარეო ვალის შენარჩუნებას, ინფლაციის დონის შენარჩუნებას, ასევე ზუსტად არ მახსოვს 5 თუ 6% მაქსიმუმი. ამას არ აქვს ნიშნობა, ყოველ შემთხვევაში საკმაოდ დაბალი ინფლაციის დონეს და ასე შემდეგ, გაცვლითი კურსის სტაბილურობას და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი წარმოიდგინეთ, ხდებოდა იმისთვის, რომ ევრო შემოგვიღო და ჩვენ ვინ გვაძალებდა, თქვა, მასტრიხტის კრიტერიუმების მიღებას, ეხლა, ამიტომ გაუკვირდა ევროკავშირს და გაუკვირდათ და სარისკოთაც ჩათვალეს ესეთი ვალდებულებების აღება და ეს ძალიან ჩქარა დამტკიცდა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ სადღაც 2006-7 შეიძლება 8 წელსაც კი საბიუჯეტო დეფიციტი არ ქონდა და მთავრობამ კანონიც კი მიიღო, რომ დეფიციტი აუცილებლად პროფიციტული უნდა იყოს ბიუჯეტი, რამდენადაც მახსოვს. შემდეგ უცებ მოხდა სიტუაცია, როდესაც ჩვენ აღმოჩნდით აუცილებლობის წინაშე, რომ საბიუჯეტო დეფიციტი გქონდეს. და საბიუჯეტო დეფიციტი ეს რაღაც ეკონომიკური ინსტრუმენტია, რამდენადაც მე ვიცი, იმ შემთხვევაში, როდესაც გარკვეული აუცილებელი პროგრამები ვერ ფინანსდება და შეიძლება ეკონომიკის სტიმულირებისთვისაც კი დაჭირდეს ქვეყანას რაღაც მომენტში. მაგრამ ჩვენ არც ევროზონაში შევდიოდით და არც რაღაც ისეთი აუცილებლობა გაგვაჩნდა ამისი. ამიტომ აი ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, ევროკავშირი გააკრიტიკებდა, იმიტომ რომ ახალი მონიტორინგის აუცილებლობა შეიქმნა, რაღაც ახალი სირთულეები თვითონ შეიქმნა, გამოდის პოლიტიკურ სირთულეებთანაც დავდექით ჩვენ პოლიტიკურ სირთულეების წინაშე და საბოლოო ჯამში რაღაც ნიჰილიზმის საშიშროებასთან, იმიტომ რომ ჩვენ ამას ნამდვილად ვერ შევასრულებთ და შემდეგ ამას მოყვება, რა თქმა უნდა, ნიჰილიზმის განვითარება სახელმწიფო კანონების მიერ, სახელმწიფოს მიმართ და ასე შემდეგ, სახელმწიფოს მიმართ, მოსახლეობის მხრიდან. ამიტომ მე სრულიად ვიზიარებ იმ აზრს, რომ ჩემის აზრით ეს თავისუფლების აქტი აბსოლუტურად არ იყო შესაბამისი ჩვენი ეკონომიკისათვის და ჩვენი გასაგებია, ბატონ ვასილ და შემდეგ ბოლო შეკითხვა. თავარი კონცენტრაცია ალბათ ყურადღების რადგან საქართველოს საკითხი წამოიჭრა, ამ შემთხვევაში ალბათ უნდა გაკეთდეს სწორედ იმ ვალდებულებებზე და იმ აუცილებელ ღონისძიებებზე, რომელიც საჭიროა პირველ რიგში თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებისთვის ევროკავშირთან და ალბათ საშუალოვადიან პერსპექტივაში საბაჟო კავშირის ეტაპზე გადასვლისათვის. აი ამ ორ ეტაპზე პრინციპში მასტრიხტის კრიტერიუმები რაიმე გადამწყვეტ არ თამაშობენ. თუმცა შემდგომში უკვე როდესაც ეკონომიკური და მონეტარული თქვათ კავშირში შესვლის საკითხი დაისმება, შესაძლოა მაშინ იყოს ეს საინტერესო. რა თქმა უნდა, ცუდი არ არის იმაში არაფერი თუ კი თქვათ საბიუჯეტო დეფიციტი იქნება დაბალი და თქვათ გადასვლის კურსიც იქნება სტაბილური და ყველა ის მონაცემი რაც ისაუბრა ბატონმა კახამ და გამოსვლელებმა იქნება რა თქმა უნდა ახლოს იმ მონაცემებთან, მაგრამ ნუ ეს ამის ორიენტირად აღება რა თქმა უნდა დღეს სავალდებულო არ არის, თუმცა თუ კი ბუნებრივად ეს ამას ცუდი არის, არაფერი თავრობა თავის თავზე რაღაც ესეთ ვალდებულებას დაიკისრება. როდესაც რაღაც გარკვეული ზედმეტი ვალდებულებასავით მოხდა, ანასი აღიქვა ევროკავშირმა ყოველ შემთხვევაში, თუ ბუნებრივად საფინანსური პოლიტიკა წარიმართება და ფისკალური პოლიტიკა ამ მიმართულებით და ასე დასტაბილურდება, თქვა ჩვენი საგარეო ვალი იქნება ეს თუ პრინციპში 60% ვახსენე დღეს ესე იგი თლიანი დავალიანება თლიანი შიდა პროდუქციასთან მიმართებით 30%. 40% მაჩვენებელი რომელიც შეიძლება პრინციპში, მაგრამ უბრალოდ ჩვენ ამის აუცილებლობა არ აქვს, ამაზეა საუბარი. ინფლაციასთან დაკავშირებით თქვა შარშან იყო 14%, ეს ჯდება თავისუფლებას. ინფლაცია ალბათ არ ჩნდება, იმიტომ რომ ინფლაცია უნდა თანასწორი იყოს ევროკავშირის საშუალო დონის ინფლაციას პლუს 1.5%. ამას არ არის საჭირო ისეთი კანონის მიღება, რომლის ჯერ უზრუნველყოფის საფუძველი ქვეყანას არ აქვს.
ევროკავშირის გაუჭირდა კანონი რაც მიიღეს იქამდენი გამონაკლისია დაშვებული რომ თუ გადააცილებ გეძლევა მთავრობას 2 წელი 3 წელი ამის გამოსასწორებლად რომ პრაქტიკულად ამან გააფერფთლა კიდევაც ის თავიდან ის იდეა რაც იყო ამ თავისუფლების აქტთან დაკავშირებით. მესმის, მოდით ბოლო შეკითხვას დავსვა, მე ძალიან კარგად მესმის რომ ეს ცოტა გრძნობიარე შეკითხვაა და საკითხი ზოგადად, იმიტომ რომ აქვს ხალხს ევროში ფული, მაგრამ მოდი ზოგადად მაინც დავსვა ამ შეკითხვას, რა როგორი მომავალი შეიძლება კონდეს ევროს გამომდინარე იმ ყველაფრიდან, რაც ჩვენ ვილაპარაკეთ. დავიწყებ ალბათ ისევე რა. ახლა ის რომ რაც ახლავს ევროზონას ეს რყევები ნამდვილად არ უნდა იწვევდეს ახლა გარკვეულ პანიკას, ნამდვილად არ მინდა ამ გადაცემით ან ნებისმიერი სხვაგან შეიქმნას ახლა რომ რაღაცა კატასტროფა არის მოსალოდნელი, დღეს ამაზე ლაპარაკობდა თვითონ ბატონი კახაძე, ეს არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ არის. როგორც ევროზონის სახელმწიფოების, ისე ევროზონის მიღმა ქვეყნების, იმიტომ რომ ყველას რეზერვები ძალიან ბევრ ქვეყანას სწორედ ევროში აქვს და ამიტომ ევროს დაცემა ეს არც ერთი ქვეყნის ინტერესში არ არის. ამიტომ არის მოზიდვა და უშუალოდ იმ ტრილიონიან ფონდში, რომელიც უნდა შეიქმნას დახმარებისთვის, რომ იქ მიდის მოლაპარაკებები, რომ რუსეთმა მიიღოს მონაწილეობა, ჩინეთმა მიიღოს მონაწილეობა. ანუ მთელი მსოფლიო არის პრაქტიკულად დაინტერესებაში, რომ გლობალური ვალუტები, როგორიც არის ევრო, ან როგორიც არის დოლარი, რომ მათ შეინარჩუნოს სტაბილურობა. ამიტომ რადგანაც ეს ყველას ინტერესშია, რომ ევრო როგორც ვალუტა გადარჩეს, ნამდვილად არ უნდა ვიყოთ ახლა ასეთ პანიკური სიტუაცია შეიქმნას. პანიკური ნამდვილად ამ შემთხვევაში ჩვენთვის არ არის. მინდა გკითხოთ ადამიანს, რომელსაც ჯიბეში უდევს ევრო, უნდა შეეშინდეს თუ არა მას, იმიტომ რომ გადაცემა მზადდება მაყურებლისთვის, რომელიც არ არის ამ საკითხში კარგად ჩახედული და თქვენ როგორც ეკონომისტებს გისმენთ და მან ეს უნდა იცოდეს. ალბათ ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემა თვითონ ბატონ ტრიშესაც გაუჭირდება, რომელიც არის ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტი და უშუალოდ პირადად აგებს პასუხს ევროს სტაბილურობაზე. თქვენ რა შეგიძლიათ? მე მაინც უნდა ვთქვა, რომ შვიდად ვერ ვიქნებოდი. რა თქმა უნდა, პანიკური განწყობილება არ მომიცავდა, მაგრამ შვიდად ვერ ვიქნებოდი თუ ვთქვათ, მილიონები ვიქნებოდი მსხვილი ევრო აუარების მფლობელი. ეხლა აქ ვთქვათ 300-ზე, 400-ზე, 1000-ზე თუნდაც ხო არ არის საუბარი. ეხლა აქ საუბარია მსხვილ აქტივებზე, რომელიც დენომინირებულია ევროში. აი იმათ, ვინც ამ აქტივებს ფლობს, მართლაც მოუწევთ ბევრი ფიქრი იმაზე, თუ როგორ განათავსონ უსაფრთხო. ალბათ უკვე ფიქრობენ კიდეც. ბატონ კახა, თქვენ თუ გსურთ ამ საკითხზე, ევროს მომავალზე, ასე ვთქვათ. მე გამიჭირდება მანდ მაინც კარგად არ ვიცნობ აი ბაზრების კონიუნქტურას და შესაძლებლობებს, მაგრამ ვიცნობ ვთქვათ და ესე თუ ისე სწავლობ ევროკავშირის თრიან პოლიტიკას და მე ჩემი საზრით ევროკავშირი არის პოლიტიკურად ძალიან მდგრადი კავშირი და ძალიან დიდი სოლიდარობის საზოგადოება, რომელშიც სოლიდარობა არის ძალიან მაღალ დონეზე. ამიტომ რაღაც ცალკეულ ქვეყანაში მომხდარი კრიზისი იმას არ გაწირავს ევროკავშირის სხვა ქვეყნები და ევროკავშირის მოსახლეობაც იყო თუ გახსოვთ მომენტები, როდესაც გერმანიაში ზოგიერთი გამოდიოდა კიდევაც რაღაც მოსახლეობის ნაწილი გამოდიოდა პროტესტით, რომ რატომ უნდა გადავიხადოთ ჩვენ საბერძნეთის ვალები და ასე შემდეგ. ესეთი განწყობები არის, მაგრამ მთლიანობაში საბოლოო ჯამში სოლიდარობა ევროკავშირში არის საკმაოდ კარგად გაგებული. ამიტომ ძალიან ძნელი წარმოსადგენია, რომ ევრო დაეცეს ევროკავშირთან ერთად და ნუ ვერ ესე ვთქვათ ისეთ დონეზე, მაგრამ თუ ეს მოხდა ყოველ შემთხვევაში მე არ მინდა ჩემთანზე არ იყო პასუხისმგებლობა, ესე ვიმეორებ, რომ მე არა ვარ სპეციალისტი ბაზრების ბატონო თუ გსურთ გამოთქვა აზრით, რომელზეც ჩვენი გადაცემის დასაწყისში ვისაუბრეთ, იგივე ის კონსოლიდაცია ბირთვის ევროზონის შიგნით ან ვთქვათ წევრი ქვეყნების საბიუჯეტო პოლიტიკის კონტროლის ხელში აღება და შემდეგ თუ ეს ღონისძიებები რა თქმა უნდა გამოიკვეთა რომელიმე ვერსია ყველაზე უფრო უპირატესი და უფრო მოქნილი და ალბათ გატარდება, მე ვაფიქრებინებს რომ მაინც და მაინც ევროს და ევროზონას ესეთი საფრთხე არ ემუქრება, როგორც ეს გარეგნულად ჩანს და ვთქვათ ალბათ ევროკავშირი გააგრძელებს სტაბილურად განვითარებას, მიუხედავად ცალკეული ქვეყნების ბედისა, ვთქვათ დარჩებიან ისინი ევროზონაში თუ არ დარჩებიან, იმიტომ რომ მე როგორც აღნიშნე, ეს ხანდახან კრიზისები პირიქით უფრო მეტი რაღაც სიახლის სტიმულატორები ხდებიან, განსაკუთრებით აი ინტეგრაციული პროცესების რაღაც მასტიმულირებელი ფაქტორები ხდებიან. კარგი, ძალიან დიდი მადლობა მინდა გადაგიხადოთ ყველას გადაცემაში მობრძანებისთვის და საინტერესო საუბრისთვის. ჩვენი განხილვისთვის განკუთვნილი დრო ამოიწურა. რეკლამის შემდეგ კი შემოგთავაზებთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. დაგველოდეთ, ჩვენ რამდენიმე წუთში კვლავ ეთერში ვართ.
ევროპული არჩევანი კვლავ ეთერშია და ახლა წარმოგიდგენთ საინტერესო ფაქტებს ევროკავშირის ისტორიიდან. ევროპულ თანამეგობრობათა მართლმსაჯულების სასამართლო დაარსდა 1952 წელს. ევროპის ქვანახშირის მომპოვებელი და ფოლადის მწარმოებელი ქვეყნების თანამეგობრობის შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და 1958 წელს ამოქმედდა. სასამართლოს დანიშნულება უზრუნველყოს ევროკავშირის კანონმდებლობის ერთნაირად ინტერპრეტირება და შესრულება ყველა წევრ სახელმწიფოში. სასამართლოს მინიჭებული აქვს უფლებამოსილება გადაჭრას წევრ სახელმწიფოებს, ევროკავშირის ინსტიტუტებს, სხვადასხვა ბიზნესსა და მოქალაქეებს შორის წამოჭრილი სამართლებრივი დავები. სასამართლოს შემადგენლობაში შედის თითო მოსამართლე ყოველი წევრი სახელმწიფოდან, ასე რომ წარმოდგენილია ევროკავშირის ყველა ეროვნული სამართლებრივი სისტემა. სასამართლოს მუშაობაში დახმარებას უწევს 8 ეგრეთ წოდებული გენერალური ადვოკატი. ფრანგი ეკონომისტი და პოლიტიკოსი ჟაკ დელორი 1985 წლის იანვარში გახდა ევროპული კომისიის პირველი პირი. საპრეზიდენტო ვადით 3-ჯერ აირჩიეს. ჟაკ დელორი ევროპული კომისიის მერვე პრეზიდენტი იყო 1985-1994 წლებში. ამ პერიოდში მან ჩაატარა მნიშვნელოვანი საბიუჯეტო რეფორმები და საფუძველი ჩაუყარა საერთო ბაზრის ჩამოყალიბებას, რომელიც ძალაში შევიდა 1993 წლის 1 იანვარს. ევროპულ მოდელს განადგურების საშიშროება დაემუქრება, თუ ჩვენ დავივიწყებთ ჩვენს პირად პასუხისმგებლობას, ამბობდა ჟაკ დელორი. ევროპული კომისიის პრეზიდენტმა აგრეთვე საფუძველი ჩაუყარა სავაჭრო ურთიერთთანამშრომლობას არა მხოლოდ ევროპაში, არამედ ამერიკაში, ახლო აღმოსავლეთში, აზიასა და სამხრეთ ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში. დღევანდელი გადაცემა ამით დასრულდა. ევროპული არჩევანი გემშვიდობებად მომავალ 4 შაბათამდე საღამოს 10 საათამდე პირველ არხზე. ნახვამდის.